ეს საბა 13 წლის, კარგად სწავლობს, აქტიურია, ხატავს. არის უკონფლიქტო და მშვიდი მოზარდი. უყვარს მეგობრებთან ერთად კალათბურთის თამაში. ბოლო დროს საბა ძალიან შეიცვალა. ეს მე არ მაინტერესებს. მალე მაინც დამთავრდეს გაკვეთილი. რატომ შეიცვალა საბა? სწავლის მიმართაც ინტერესი დაკარგა. თავის თავში ჩაიკეტა. რაღაც ხდება. გამარჯობა, მე საბას მასწავლებელი ვარ. ბოლო დროს ძალიან შეიცვალა. სულ ჩაფიქრებულია და აღარც გაკვეთილებს სწავლობს. ხომ ვერ მეტყვით რა ხდება საბას თავს? დიახ, მეც შევნიშნე რომ საბა ჩაფიქრებულია, მაგრამ ოჯახში ყველაფერი ძველებურადაა. პრობლემები არ გვაქვს და სკოლაში ხომ არ ხდება რამე? ეს ნიკა, მას სწავლა არ უყვარს. თუმცა სპორტის გაკვეთილზე სირბილში ყველას ჯობნის, რაც თავდაჯერებულობას მატებს. იგი თავის წარმოჩენის მიზნით და ყურადღების მისაქცევად აგრესიულად და იმპულსურად იქცევა. ათოსანა. ჰეი ბიჭო, მოიტანე ფული? ვერა. ვეღარ ვიშოვე. ნიკა, საბა, რა ხდება? ახლავე შეწყვიტეთ. საბა, შეგიძლია მომიყვე რა ხდება. მინდა დაგეხმარო. ეს დაბეზღება არ არის. მე ნიკას დახმარებაც მინდა. რა ვიცი. ნიკა ფულს მთხოვდა და რამდენჯერმე მოვიტანე. ბოლოს ვეღარ შევძელი და ნიკა მუქარაზე გადავიდა. ბატონო დირექტორო, ნიკა საბას ფულის მოტანას აიძულებს. უარის შემთხვევაში კი ემუქრება. თელმა გუნდმა აქტიურად უნდა ვიმუშაოთ ამ პრობლემის დაძლევაზე და რა თქმა უნდა სოციალურ მუშაკს დავუკავშირდეთ. გამარჯობა საბა, მე სოციალური მუშაკი ვარ. შენ არ ხარ ვალდებული ნიკას სურვილების შეასრულა. უარი უთხარი. ნუ შეუწყობ ხელს დანაშაულის ჩადენაში. მე მასაც დაველაპარაკები. შენ საკუთარი უფლებები უნდა დაიცვა და პრობლემის მოსაკვირებლად უფროსებს მიმართო. ამაზე საუბარი არც დაბეზღებაა და არც სირცხვილი. ეს აუცილებელია პრობლემის მოსაგვარებლად. ერთი ადამიანის მიერ მეორის დაჩაგვრა და დაშინება ძალადობაა. ეს ფულის გამოძალვაა და ასეთ იქცევა არასწორი საქციელია. მითხრა სკოლაში ყველაზე სწრაფად შენ დარბიხარ. მართალია? შეგიძლია თავი წარმოაჩინო და წარმატებული გახდე სპორტში. მე დაგეხმარები. გვერდით ქუჩაზე სპორტული კლუბი გაიხსნა და თუ გინდა ხოლ ერთად მივიდეთ. იცით, ჩემი მეუღლე საზღვარგარეთ არის სამუშაო წასული და ეკონომიურად არ გვიჭირს. ეს რატომ უნდა გაეკეთებინა? მას გარდატეხის ასაკი აქვს და თვით დამკვიდრებას ცდილობს. ორივე მშობლის ყურადღება და მზრუნველობა ესაჭიროება. გამოხატეთ ინტერესი მისი პიროვნული თვისებებისა და შესაძლებლობების, სასკოლო ცხოვრების მიმართ. მას საკუთარი ნიჭისა და უნარების წარმოჩენაში უნდა დავეხმაროთ. ფიქრობ, უმჯობესი იქნება მანდატური სამსახურის ფსიქოლოგიურ ცენტრს მიმართოთ. შემდეგ სპეციალისტები განსაზღვრავენ საჭიროებისამებრ ნიკასთან და საბასთან, ასევე მათ კლასთან მუშაობის ხანგრძლივობას. ამ ყველაფრის წარმოჩენა რომ შეძლო, ეს შენი დამსახურებაცაა, რადგან არ დამალე პრობლემა და საშუალება მოგვეცი დაგხმარებოდით შენც და ნიკასაც.